მოგესალმებით თბილისის ზღვიდან. ცოტა გვიან კი მომიწია. მოსვლა 8:30 არის უკვე, მაგრამ 1 საათი მექნება ალბათ დრო უცბად გარიყლაბებზე სასათევზაებლად. წამოვედი ფეივორიტის Skyline-ით 50 გრამამდე. დიდი ყანყალები მაქვს, დიდი სილიკონებიც მაქვს, 35 გრამიანი, 30 გრამიანი და ასე რომ ძიმე არტილერიისთვის ეს ჯოხი დამაქორე. აქ ხელა კარასი აყირავებულა. ძალიან დიდი კარასი არის, მკვდარია, ალბათ კილომდე. უცბად დავიწყებ. ბევრი დრო არა მაქვს. რავი, იმედი 3 ცალი რო დავიჭირო. საკმაოდ ნორმალური შედეგი იქნება ჩემი აზრით. ნახოთ, მოკლედ უცბად. მოკლედ ეს არის ფასიანი ადგილი რა. აქ რომ მოხვალ უეჭველი იჭერ ქორჭილა და ქარიყლაპიას, ოღონდ ჯერ უნდა გადაიხადო TBC-ზე რა. ეს TBC-ის აპარატი დგას აქ. აი ცოტა გვერდულად დგას ახლა, მაგრამ შეგიძლიათ ჩარიცხოთ, კაცო, არ არის პრობლემა. აი ესე. დილით ცოტა ძვირია ტარიფი, საღამოს შედარებით იაფი. ესეთი რამე თუ გინახავთ, არ ვიცი, აი TBC-ის აპარატი საიდან მოიტანეს აქ, არ ვიცი. მიდი ბაჭო, აი რაღაცები თამაშობენ, აი ჩაუგდე. გადახტილი, შენი გადავიხადე წეღან, წადი. უნდა დაიხადე. მიდი დაიჭერ უეჭველი. შეძაღლა. ოხ, შენი. ხიდან გამივარდა კინა გამჯოხ. აი, ცოტა ფრიქციონი გადაუშვათ. თორე ძალიან თავს იქნებს. ვერ გავიგე რა ხელა აქეთ მოდის თუ. აახ, მანდარა. მანდარა ხეებში არ გინდა. ტყის ქარიყლაპია ხო არა ხარ? აქეთ წამოდი. მოდი აქ. კაი. კილოზე ცოტა მეტი იქნება. რამ ხელა ყანყალა მთლიანად გადაუყლაპია ყანყალის ბოლო ჩანს მარტო პირიდან. მოდი აქ. ოჰო, იქნია თავი. ჩემ ფეხებს გაიძრობ. სამკავზე ხარ და მული. ეგაც ორკავი ხო არა გონია ბალახსა წინააღმდეგო. იქ დათმანი მოგეფერები მაშინ ესე. შენი რასკელი არის, ძალიან ისეთია. სიგრძე მაინც და მაინც არა აქვს, მაგრამ სამაგიეროდ. კაი, ჩაბუთქუნებულია. შენ და ქირურგიული ჩარევა დაგჭირდება. მოკბილებიანო მეგობარო. სხვა გზა არის. მოვიწოდით. გავთიშავ კამერას და მე ანიოს ჩართული. ასე. პირის გამხსნელი აუცილებლად. ესე არის, კბილი მოქვს რა. იცი? კაი ვერ ვკიდებ, ეს კბილი აქვს მოლაღებული. მოძრომის პირასა. გრადელი სადა აქ მოდებული ამას ეს მაგრატელი რას ეყოფა ლაუჩი აქვს სამივე კავი ოხ ბლინ რა მაგრად დაგიმიზნებია შეოხერო ამას კაი ხანი მოუნდება ცოტა ხანი გავთიშავ
მოკლედ ვერაფრით ვერ ამოვაცალე და აი აქეთა ლაყუჩები ამოეხადა სისხლი წამოუვიდა და ჯანდაბა და ავი აბა ესე დომარეობაში როგორ ჩავაგდო ახლა ეს ძალში სრანაირად მოარტყა ასე ზუსტად პირი აი ხელა ყანყალა ფლიანად ქონა გადაყლაპული ასე რომ ქარიყლაპია საუკუნე არ წამიყვანია და მომიწევს ვინუშდენში თან ხელით სათრევი არაფერი მე არა მაგთან კაი ახს ვიზავთ რა ფერი გიყენე? შეუცვალე რომ მე რამე აი შეხედე რა თქმა შეარია დაჯდა? მიდი აი ბაჩოს ისა აქვს რა ჯოხები აქვს წამოღებული და შამაიები თამაშო შამაია თუ ქორჭილაა შამაიაზე ჩალიჩებოდა ზევიდან რაღაცებს იღებენ და რა ქორჭილა დაიჭირა ნახე კოკეტკაზე 1.2-იანზე კაი არ მოწყდეს 1.2-იან ესვეს კოკეტკაზე დაიჭირა ქორჭილა Opa! Oh, გადაარტყა. მოდი. ცოტა გადაუშვათ. რა არის? ქორჭილა არის, რამხელა. ჩემი კაი, ამხელა ყაყალაზე ქორჭილა მოვიდა. გაგიჟდა. რამხელა ქორჭილა. ჩემი კაი, ამას უყურეთ. მონსტრი. რამხელა ქორჭილა. ბომბა. აი ქორჭილა ძმო. თბილისის ზღვის მონსტრი ქორჭილა. ჩემი რამხელა არის. ძალიან მაგარი ქორჭილაა. ეს ერთი 700 გრამი იქნება, ალბათ. დავай, უცბად გავუშვათ. კიდე? შამაია. ეს აშკარად შამაია. მიდი აბა, მიდი. კიდე ქორჭილა და რა ხდება? სილიკონს ხო არ გააკეთებდი, ბაჩო? სილიკონი არ ამას დამოღებული. აიცა შემა. მომეც ერთ წამი ახლოს. ამოვაჩინოთ. რაზე იჭერ? მე არ ჩავზაცებდი იქ. აი? გამოაცალე ბარი. ხო. ეს პატარა კოკეტკა. 1.2-იანი და ქორჭილა. წეგან უფრო კაი ზომა იყო. კი, აშკარა. ხო. დაუშველი. მიდი აბა. დასვი? რა? ქორჭილა? ხარიყლაპია ხო არ არის? შეიძლება вообще კარჩხანა. რაღაცა დასვა ბაჩომ ისე რა არის? ხარიყლაპია? პატარა კოკეტკაზე ბიჭო? თურმე რა სატყუარა დომებია და ჩვენ რეებით თევზაობ. აიცი, კაი, აღარ ამოწიო, ჩოგამბადაში ჩავსო. თან პატარა ჯოხი, რა კაი სვეჩკა გააკეთა. რა ცუდია, რომ ცოტა დაბნელ და
თუ ჩანს არ ვიცი ახლა, მაგრამ რაღაცა გამოჩდება. ქარიყლაპიაშიც გამითანაბრე დღეს ბოლო-ბოლო. მოიცა მაგაში რაც გადაუღებ, ამოვწიო და მე გადაუღებ. ჰეი? პატარა კოკეტკა. ეს ორიანია? 2 და 6. 2 და 6-იანზე. ესეთი შვენიერი სატურნირე ზომა ქარიყლაპია. გაიც კარი გამოჩნდება. კოკეტკა ლინგუს. ვაჰ, საიდან გამოაძრე ახლა? მეცი? ესეთი ქარიშხალყლაპია. გასტარტა. დღეს ერთი ქარიყლაპია კი ამოვწყვიტეთ. მაგრამ სხვა გზა არ იყო იქ. თავის თავს დააბრალოს, რომ გლანდუციებამდე გადაყლაპა. ნაპირში აიყო რა, თხელწყალში. ოხიშე. აბნელ და ცოტა დრო გქონდა რა, სადღაც 8 ნახევარზე დავიწყეთ. მოდა. აბა. შამაიებს დაიფარსებოდა. შეიძლება, ხო. ეხლა უკვე იგრძნობა რა ტემპერატურა მასშტაბად მოიმარა. ხო, საღამოთიც რო არა. ცივა, ხო რა. მოკლედ, ამითი დაგემშვიდობებით, თორე აღარა ჩანს არაფერი. ესე იგი, მე დავიჭირე ერთი ქარიყლაპია და ერთი ქორჭილა. ქორჭილა კაი ხანია ეგეთი არ დამიჯერია, ალბათ 1 წელი შარშან დავიჭირე ტურნირზე. დაახლოებით მასე, ცოტა უფრო დიდი 40 სანტიმეტრია. ეს ალბათ იქნებოდა 1.37-18. ქარიყლაპია. ქარიყლაპიაც კაი ზომის იყო. კაი სტანდარტი. მაგრამ სამწუხაროდ თავი ამოიწყვიტა. ისე ქონა გადაღლებული. ბაჩომაც ბოლოს ერთი ქარიყლაპია დაიჭირა და სადღაც 10 წალი ქორჭილა. ზოგი ოღონდ კადრში ვერ მოხვდა, იმიტომ რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ვიდექით ხოლმე. ანდახან. სულ ყველა დაიჭირა ეს კოკეტკებზე, პატარებზე. 1.2, 2 და 2.6-ზე კიდე. სილიკონი არც ჰქონდა რომ მოესინჯა. უფრო შამაის იმედი ჰქონდა, შამაიები დაცურავდნენ ნაპირთან ახლოს და თან საკმაოდ კარგი ზომები. მაგრამ შამაის ნაცვლად დაიჭირა ქორჭილები და ქარიყლაპია. ესე ტურნირებზე რო გამოვიდეს ხოლმე, ჩემი აზრით, კაი შედეგი ექნება ამ ჯოხით. მაგრამ გათვლა სხვანაირი აქვს ხოლმე და მძიმე არტილერია გვაქვს. ეხლა გადაფრინდა ეს თვითფრინავიც. მოკლედ, ამითი დაგემშვიდობებით. შევხვდებით ახლო მომავალში და ბევრი დრო არ გქონდა კიდე, სადღაც საათნახევარი გქონდა საღამოს რა. აბა, წარმატებები ყველას.